რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი მოლდოვურ ამბებზე. და სანამ დავიწყებთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ვაშა გადაცემა YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. ერთადერთი რა დღეს მომენტი სიდიადეს შეეფერება დიადი ქართული კლასიკაა. ღმერთო, ეს ხმატკბილი გამაგონე ჩემს მამულში. და ეს კადრი მანახე. როგორ ჩამოაკონწიალებენ გაქცეულ ოლიგარქს ტრაპზე, შეაგდებენ პოლიციის მანქანაში და წაათრევენ ციხეში. განა მოლდოվել ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნუკს ეგონა რომ ასე დაემართებოდა. არ ეგონა. აზრათაც არასდროს დაუშვია. წლების განმავლობაში პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნის სრული ბატონპატრონი იყო. აკონტროლებდა თავრობას, აკონტროლებდა საპარლამენტო უმრავლესობას. თვითონ დიდად არ ჩნდებოდა ძირითადად. ჩრდილიდან მართვა ერჩინა. თუმცა მერე რა მოხდა ახლა არ ვლაპარაკობთ, რომ არ გადაგხალოთ. პლახოტნუკი რომ გაიქცა მოლდოვას ახალი ხელისუფლება მტკიცედ დაადგა ევროკავშირის გზას და ამ აუთსაიდერმა ქვეყანამ უცებ გავგასწრო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუმინეთი ყავდა ლობისტად. რუმინეთზე მეტად მოლდოვისთვის სხვა ქვეყნებმა გადადეს თავი. აი, ისეთ თემებზე ვსაუბრობ, ალბათ ყოველი წინადადების შემდეგ ახლა სწორი იქნებოდა ვიკითხოთ და ჩვენზე რა გითხრათ. ჩვენ მოლდოვასგან განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატად პრაქტიკულად აღარ განვიხილებით, სანამ ეს მავნებლები წარმოადგენენ დე-ფაქტო ხელისუფლებას. Moldova is defending itself. მოლდოვა თავს იცავს რუსეთისგან. ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველოს. ადამიანის უფლებებსა და ევროპულობას იქ მხოლოდ ავიწროებენ. საქართველოს დამოკიდებული გახდა რუსეთზე. ევროპას არ აქვს უფუნება მოლდოვას დაკარგოს. მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. მოლდოვას სტაბილურობის მხარდაჭერა ევროპისთვის რთული არ იქნება, მაგრამ თუ ვერ იზამს, გაცილებით ძვირად დაგვიჭდება. ეს ხმატკბილიც გავგვაგონა ჩვენს მამულში. კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მართლა ისტორიული იყო. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის ისტორიისთვისაც. რა კი მოლდოველებს ახლა ჰქონდა ჩანსი არჩევნებით მიეცათ მანდატი ევროკავშირის წევრობისთვის და მათ ეს შანსი გამოიყენეს, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებენ ტაშს. არჩევნები იყო კონკურენტული, მაგრამ პროცესს სერიოზული სირთულეები შეუქმნა ჩარევა მოწყვეტიდან, უკანონო დაფინანსება, კიბერშეტევება და დეზინფორმაციის ფართო გავრცელება. ევროპული ძალების ლიდერი პრეზიდენტი მაია სანდუა, ვინც სრული მხარდაჭერით სარგებლობს ბრიუსელში ან რომელიმე სხვა ევროპულ დედაქალაქში და ამისთვის წარმოადგენს მთავარ სამიზნეს მოსკოვისთვის. და როგორც ხედავთ, პროჭრვილელებისთვისაც. აქ ალბათ გაგახსენდებათ საქართველოს პრეზიდენტი, ვისაც რუსული პროპაგანდა ასევე წლების განმავლობაში უგონებდა ნარკომანობასა და პრეპარატების მოხმარებას და ვისაც ამ დღეებში მაქსიმალური პატიმრობა მიუსაჯეს პუტინის ბრძანებით. მაია სანდუს ამ ვიდეოს კი რუსებმა მეტი დამაჯერებლობისთვის ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ლოგო დაადეს. თქმას, რომ რუსები ერეოდნენ, ჟობს არაფერი თქვა. კიდეც ერეოდნენ, კიდეც ირეოდნენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ 250 ადგილას შეატარა ჩხრეკა და როგორც აცხადებს, დიდძალი ნაღდი ფული, ტექნიკა და ბევრი სხვა რამ ამოიღო. ხელისუფლების თქმით, მოსკოვმა მაია სანდუს დასამარცხებლად $300 მილიონ გამოხო. 300 მილიონამდე. რაც მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია. მე კვირაების წინ ვესაუბრო მოლდოვას ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ვიქტორია ოლარის, რომლისთვისაც ეს არჩევნები პირველი ნამდვილად არ არის. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოური ჩარევის არნახული დონე იყო. რუსეთიდან ნაღდი ფულით შემოდიოდა და საბანკო გადარიცხვებიც. დაენერგეს ასეთი სქემა. ადამიანები მიჰყავდათ მოსკოვში 3 დღით. იქ აცხოვრებდნენ და უკან უმაბრუნებდნენ, ყოველ მათგანს 9,000 евро ჰქონდა. რატომ 9? იმიტომ რომ 10,000-ის ქვემო დეკლარირებას არ ექვემდებარება. წარმოიდგინეთ თვითმფრინავის სავსე ადამიანებით და ყოველ მათგანს 9,000 евро უდოს ჟიბეში. 2024 წლის არჩევნებზე რუსებმა დატესტეს პრომსიას ბანკის ხაზიც, რომელიც ახლა საპარლამენტო არჩევნებამდე საერთოდ გადამწყვეტი შეიქმნა მათთვის. ამ შაბათიდან ყველა, ვინც მხარს დაუჭერს ჩვენს მოძრაობას, ხელფასად მიიღებს $3,000. Зарплату в $3,000 в месяц. ეს განცხადება 11 აგვისტოსია. მოლდოვას სპეცსამსახურები იმედია დათვლიან რამდენ ადამიანს დაუნიშნა უკვე ხელფასი ილან შორმა, კრემლის ნამდვილმა ფავორიტმა. შორი მართალია წლებია გაქცეულია და რუსეთში იმალება დაუსწრებლად მისჯილ მრავალწლიან პატიმრობისგან, მაგრამ ჩანს რომ მასზე სანდო და ეფექტური რუსებმა მაინც ვერ ავინახეს. ამიტომ თელმა თანხამ რაც ამ წლებში სანდუსა და მოლდოვას ევროპული მომავლის წინააღმდეგობაზე დაიხარჯა, ჯერ ალბათ მის ხელში გაიარა.
შორს კრემლმა მაქსიმალურად ლეგალური ფორმატი შეუქმნა. ბიზნეს პარტნიორობა პრომსვიას ბანკთან, რომელსაც სხვა სახელმწიფო კლიენტებთან ერთად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს თან ძალიან აქტიურად. ამ ბანკის ადმინისტრატორი არის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ბანკი აფინანსებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს. mobile application პრომსვიას ბანკის ბარათები მოლდოვაში მხოლოდ დნესტრისპირეთში მუშაობს. თავისიანებს უხსნიდნენ ანგარიშებს და მობილურ აპლიკაციაზე პირდაპირ უდებდნენ 150 ევროს ექვივალენტს. დნესტრისპირეთი საუკეთესო არხია კრიპტოვალუტის გასანახდებლადაც. 300 თუ რამდენი მილიონიც იყო მხოლოდ მოლდოვაში არ შესულა. ნაწილი წავიდა მაგალითად სერბეთში, სადაც პოლიციის ცნობით წვრთნა გაიარეს მოლდოველმა ბოევიკებმა. არჩევნებამდე აღძრულ საქმეში 110-ზე მეტი ადამიანის გვარი წერია, რომელთა უმრავლესობაც გამოძიების მტკიცებით უკვე თანამშრომლობს მათთან და საჭირო ჩვენებებს აძლევს. ამიტომ დაპატიმრებული ყველა არაა, სულ რამდენიმეა დაპატიმრებული. სერბეთში ოპოზიციის აქტივისტებს ასწავლეს მაგალითად პოლიციასთან ბრძოლის მრავალი მეთოდი. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც კი. ახლა პოლიცია ამტკიცებს, რომ მათ სულ 400 ევროს უხდიდნენ. კრემლის მიზანი ნათელია: გაიპყროს მოლდოვა საარჩევნო ყუთით. რატომაც არა? თუ გამოვიდა საქართველოში 13 წლის წინ, რატომ ვერ უნდა გამოსულიყო მოლდოვაში ახლა? და იქნებ მოლდოვაში უფრო მეტად გაიჭინთა კრემლი, რადგან ქვეყანა მართლა დგას ევროკავშირის მოსაცდელში 2012 წლის საქართველოსგან განსხვავებით. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ფსონი პუტინისთვის შეიძლება მეტი იყოს. თან შეხედეთ რუკას. ეს ქვეყანა ფაქტიურად უკრაინის ზურგშია და მისი გამოყენება აქეთ უკრაინის, იქით კი ევროკავშირის წინააღმდეგ ცოდნე კაც კარგად შეუძლია. ამ ეტაპზე ნატოს ქვეყნების ქვედანაყოფები თავს იყრიან რუმინეთში მოლდოვას საზღვართან. დნესტრისპირეთის დასაშინებლად მზადდება ნატოს დესანტი ოდესის ოლქში. არსებული მონაცემებით ფრანგი და ბრიტანელი სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა ოდესაში. როდის გვახსენებს ხოლმე თავს რუსეთის საგარეო დაზვერვა, როცა არჩევნები მოდის. საქართველოს ამას მუდმივად აკეთებს და სულ ქოცის სათქმელს ამბობს. მოლდოვას არჩევნებზე კი სრულიად დაუფარავად ასევე რუსეთის, ანუ ოპოზიციის მხარე დაიჭირა და იოლად დაადასტურა, სადაც უწერენ და ვინც უწერს სათქმელს ანტიევროპულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს. SVR-მა ყოველი შემთხვევისთვის თავიდანვე შეიქმნა სათადარიგო ვერსია. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს არაფერი იქნეს, 2 თვის მერე აუცილებლად იზამენო. საბაბის შესაქმნელად გათვალისწინებულია შეიარაღებული პროვოკაციები დნესტრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსული ჯარების წინააღმდეგ. შესაძლო თარიღად განიხილება დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ წლის 30 ნოემბერს. დნესტრისპირეთი მართლა აქილევსის კუსლია. ეს არის რუსული ბაზა, რომელსაც მოლდოვა მაქსიმალურად ურთულებს არსებობას, რა კი ჯერ კიდევ 25 წლის წინ უნდა გასულიყო რეგიონიდან, მაგრამ კვლავაც იქაა. ამჟამად ბაზაზე 1500 სამხედროა, რაც თავისთავად კარგი არაა, მაგრამ მეორე ფიქრობს, რომ უარესი საფრთხეა ის სამხედრო პენსიონერები, რომლებიც დნესტრისპირეთში ამ ბაზაზე სამსახურის შემდეგ დაჩნდნენ. რეგიონში მართალია 90-იანების შემდეგ არ ყოფილა დიდი სისხლისღვრა, მაგრამ ის მთლიანად არის რუსიფიცირებული და კიშინეველო პოლიტიკოსებს უკვე პრაქტიკულად აღარ ემორჩილება. Transnistria will be one of the tools that დნესტრისპირეთი ერთ-ერთი საარჩევნო ინსტრუმენტია რუსეთისთვის. იანვარში რუსებმა იქ უკვე შექმნეს ხელოვნური კრიზისი, როცა დნესტრისპირეთს შეუწყვეტეს გაზის მიწოდება და გააჩინეს ენერგოდეფიციტი არა მხოლოდ იქაურობისთვის, არამედ მთელი მოლდოვასთვის. სქემა ასეთი იყო. ისინი რუსულ გაზს ყოველთვის უფასოდ იღებდნენ. ელექტროსადგურში აწარმოებდნენ ელექტროენერგიას, რომელსაც მოლდოვა ყიდულობდა. ასე ივსებოდა დნესტრისპირეთის ბიუჯეტი. ახლა მოლდოვა აღარ ყიდულობს დენს და რეგიონში ფულის დეფიციტია. შემოდგომაზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. from Transnistria region. იდეალისტ ქართველ პროდასავლელთაგან განსხვავებით, ვინც ძალიან ბევრი წელი უარყოფდა ქვეყანაში საბჭოთა მოქალაქეების საკმაოდ მაღალი პროცენტის არსებობას, არც თუ სასიამოვნო ფაქტს, მოლდოვაში ამას ყოველთვის რეალისტურად უყურებდნენ. მაია სანდუმ ხელისუფლება 5 წლის წინ ტიპიური საბჭოთა მოქალაქისგან, იგორ დოდონისგან გადაიბარა. ეს დოდონი ახლა თავკაცობს ამ ოპოზიციას და ჯერ კიდევ არ ცნობს არჩევნების შედეგს. თავიდანვე ჰქონდა ესე ნათქვამი, რომ ქუჩებში გამოიყვანდა ხალხს თუ ცესკო უმრავლესობას არ დაუწერდა. ამობენ, რომ ამ არჩევნებისთვის შორის გავლით მიღებული რუსული ფული უმთავრესად სწორედ დოდონმა მიიღო. რაც 2025 წლის მოლდოვას 2012 წლის საქართველოსგან ნამდვილად განასხვავებს. ევროპული გამყოფი ხაზია. 13 წლის წინ საქართველოში იყო ადამიანების ნაწილი, ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ 51 შემოხაზვით დასავლეთთან უფრო ახლოს მიაჩოჩებდა ამ ქვეყანას. ოპოზიციის, ანუ რუსეთის მხარდამჭერ მოლდოველებს კი ამისე არათუ არ ჯერათ, კატეგორიულად არ უნდათ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ უნდათ კავშირის აღდგენა შენარჩუნება რუსეთთან, რა კი იქ იაფი გაზი ან რაიმე სხვა სიკეთე ეგულებათ და აღქმული ქვეყანა. ეს დაპირებები მათ ოპოზიციის პოლიტიკურმა ლიდერმა დოდონმა
მოსკოვიდან ჩამოუტანა, სადაც ბოლოს 2 თვის წინ იყო სულ. Культурной Европе, христианской Европе, я говорю да. А гейской Европе я говорю нет. Если вы приходите с геями, то вообще не приходите к нам. დიახ, ისტორიულ მიზეზთა გამო მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალური სტატუსით მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიაა და მისი მრევლი მართლმადიდებელი მრევლი 87%-ია. დანარჩენი 13% ირჩევს ბესარაბიის დამოუკიდებელ ეკლესიას და თავს შორს იჭერს აბსოლუტურად რუსეთის ბატიუშკებისგან. თუმცა ჩვენ ხომ მაინც არ გვესწავლება, რომ ავტოკეფალური სტატუსი და ეთნიკური კუთვნილება სულაც არაა გარანტია, რომ შენი ეკლესია, შენი მღვდელი, შენი ეპისკოპოსი რუსული არ იქნება. სწორად მიხვდით. მღვდლების რესურსი მოსკოვმა ამ არჩევნებზე მაქსიმალურად გამოიყენა, ისევე როგორც წინა არჩევნებზე. Last year during the elections, შარშანდელი არჩევნებისას სხვადასხვა დროს 300 მღვდელი წაიყვანეს მოსკოვში და ეს პილიგრიმობად მონათლეს. მაგრამ უშიშროების სამსახურმა მოიპოვა 40 წუთიანი ჩანაწერი. როგორ ხვდებიან ეს მღვდლები თავიანთ კურატორებს კრემლიდან, ვინც ასწავლის რა უნდა ელაპარაკონ ეკლესიებში ქადაგებისას და როგორ შეატრიალონ საუბარი ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ეს ამბავი რომ გახმაურდა საპარლამენტო არჩევნების წინ გადაწყვეტეს სტამბოლში ჩაიყვანეთ ეს მღვდლები. ოღონდ რუსებმა ინსტრუქტაჟი უკვე იქ ჩაუტარეს. როგორც შედეგი ეს მღვდლები ეკლესიებში საუბრობენ ტრადიციული ფასეულობების დაცვასა და ევროპული ფასეულობების დამღუპველობაზე. თითქოს ეს მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და ამიტომ არ უნდა მივიღოთ. ამ ყველაფერმა იმუშავა. შეხედეთ საბოლოო პროცენტებს. ყველა ხმაში, რომელიც სანდოს წინააღმდეგ წავიდა, შეიძლება იდოს ის 300 მილიონი რუსული დოლარი. ის ქადაგებები, ის აქციები, რომლებიც თვეობით მიდიოდა კიშინიოვის ცენტრში. ამიტომაა, რომ მართველი პარტიის გამარჯვების მყარი საფუძველი გახდა სულ ბოლოს დათვლილი ხმები უცხოეთიდან, ლომისწილად ევროპიდან. იმ ხალხისა, ვინც რუსულ პროპაგანდას შედარებით ნაკლებად ექვემდებარება და უკვე ცხოვრობს იმ გარემოში, სადაც მათ დანარჩენ თანამემამულეებს უნდა ძალიან შესვლა. Выборы жульнические, я даже ყალთაბანდური არჩევნებია, გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ამ მრჩეველთა ხმებით ასეთი ღია манипуляცია. მაგრამ თავარია, რომ ამ манипуляციებითაც ოპოზიციამ ქვეყნის შიგნით იმდენი ხმა იყო, რაც სანდუს პარტია. მხოლოდ საზღვარგარეთის რესურსის ამოქმედებამ მისცა ის 1.9%. ლავრო პუტინის ოპოზიციამ, რომელსაც ლოგოს ვარსკვლავში საბჭოთა ნამგალი და უროცკი აქვს ჩახატული, ქუჩის აქციები არჩევნების ღამესვე დაიწყო. ფული ჯერ კიდევ აქვთ, თან ბევრი, ასე რომ ხალხის მობილიზება შეუძლიათ. და ისევე ლაპარაკებიან მეორე ფრონტის გახსნის, ტრადიციული ფასეულობების უარყოფისა და მოლდოველობის დაკარგვის ხიფათზე, თუ ქვეყანას მაინც შეიყვანენ ვიღაცები ევროკავშირში. გადაავლეთ თვალი რუსული პროპაგანდისტული მედიების ქრონიკას. ტიგრან კეოსაიანის დაკარგვის ტკივილიც კი ვერ ფარავს მოლდოვას დაკარგვის ტკივილს. ამ ბოლოს და ბოლოს მშობლიურ ენაზე უსმინეთ, როგორ მოთქვამს იმედი, რომელიც მოლდოვას პოლიციამ არჩევნების გადასაღებად არ შეუშვა. იმედის კვირის გადამღები ჯგუფი არჩევნების გასაშუქებლად მოლდოვაში არ შეუშვეს. ჟურნალისტი და ოპერატორი 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ გამგზავრების დარბაზში გადაიყვანა. ასე ძლიერდება იმედი, რომ რუსული TV იმედის გარეშე მოლდოვა გვაჩვენებს სწრაფი ინტეგრაციის მაგალითს, რომელსაც ხოცებამდე ჩვენ ვაჩვენებდით სამწუხაროდ ყოველთვის. ეს იყო ვაშა გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური ეთერი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.